გესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მაისისთვის ბოლოს ერთჯერად იწმინდა არ არის თანხა მითითებული და ნახევარ ფასებში მაქვს. ამ თვეში მომსახურება. წელიწადში ერთხელ ვაკეთებ ესეთ რაღაცას, რომ იცოდეთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ, ნახოთ აბა. მოდი რა სიახლე შემოდის. რასაც არ ველოდებით ესეთი რამე ვნახოთ, ხო? რამდენიმე ვარიანტი ხომ არ გავაკეთოთ, თუ ერთი იყოს. იცით, ძალიან ცვლილება ხდება თქვენი. აშკარად რაღაც ძალიან შეიძლება მარტო გრძნობთ თავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დავუშვათ მარტო იყოთ, ხო? აი ამ მომენტში შეიძლება მარტო გრძნობთ თავს. მაგრამ აქ თქვენი წარმატებისთვის ვერ ხედავთ ვარიანტებს და იმაზე მეტი ვარიანტი და შესაძლებლობები არის, ვიდრე ფიქრობთ გონიათ. ხო? აქ მე ასე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან დიდი ცვლილება გელოდებათ, ძალიან დიდი შრომაც არის, განა ისე სურპრიზი. აი, როგორ არის, იცი, ნაყოფიერებაში გადადიხართ ძალიან დიდში. თუმცა გამომუშავება, რა თქმა უნდა, აქ იქნება სამსახური, თუ კი არ ელოდებით და მაშინ ეს არის სამსახური და შემოდის თქვენთან ძალიან კარგი ისეთი რაც კმაყოფილებას მოგიტანთ, შეტყობინების სახით, სხვათა შორის, შესაძლებელია აქ არ ელოდებით იმას, რომ აი ამ ის სურვილები, ჩაფიქრებული ამ წუთში რაც თქვენ, თორე ახლა სურვილები ყოველთვის შეიძლება სხვადასხვა იყოს, ხო? აი სამყაროდან არის ზუსტად ის საჩუქარი, რომ სურვილი უნდა აგისრულდეს და გადადიხართ რაზეც ამ წუთში ოცნებობით. აი მადლიერების სიუხვის მომენტში გადადიხართ და როგორ არის, იცით, მადლიერების გრძნობა, აი მადლიერება მოდის უსაზღვრო, ავტომატურად, აი მხელა ნაყოფიერებაში გადადიხართ, რომ შეუძლებელია მე ეს ადამიანმა არ აღნიშნოს, შესაძლებელია ესე თქვათ, რომ რაღაცა ძალიან კმაყოფილი რომ იქნება, ხო, ადამიანი. აქ სხვათა შორის ახალი უკავშირები შეიძლება იყოს, ახალი სამსახურიც, ასევე ახალი სამეგობრო წრე, კი ბატონო, ახალი სანათესაო რაშვაში იყო. ვიღაცასთან შეიძლება ასეც იყოს, ხო, თუ დაოჯახების თემას ეხება, სანათესაოს ხანაირად როგორ ნათლი მირონობა წამომცდა ეგ და ეტყობა ტყუილად არ წამომცდა, ხო? შესაძლებელია აქ რაღაც როგორ არის, იცით, თქვენი გული ივსება, ზუსტად ეს არის სამყაროდან დღე, საჩუქარი. სიახლე მინდოდა რაღაც ესე წამოვიდა, თითქოს სამყაროდან საჩუქარი. ნახეთ, რომ ეს იქნება ახალი იმედი თუნდაც. კი, აქ სამეგობრო რაღაც კავშირებზე არის, მაგრამ ეს არის სრული ცვლილება. ცვლილება. თქვენი გარდაქმნა, გარდასახვა. უბრალოდ ამას ჯერჯერობით თქვენ ვერ ხედავთ და შეიძლება ახლა კითხვა გაგიშვათ, რომ აი მე საიდან დანაირად როგორ ესეთი ეს გაგიჩნდებათ, მაგრამ ასე არ არის.
აქ იმაზე მეტი არის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ რა. სიურპრიზის დასაჩუქრები გელოდება დაბას სამყაროდან. აი როგორ არის, ისე თქვენ თავისუფლდებით ძველი რაღაც ტვირთებიდან, პრობლემებიდან, ტკივილიდან. შეიძლება ვიღაცა ხო დანაკარგი ადამიანის დაკარგვაც და ისეც რაღაც იყავით, შეიძლება მინუსებში, ხო? იცით, აქ ერთი ის მომენტი არის, რომ თქვენ როგორ არის, იცით, ძალიან ბევრს მისტირი ხართ რაღაც აი წარსულის ვარიანტს და ეს ის მომენტია ზუსტად, რომ აი რაღაცას კიდე ვერ უშვებთ ბოლომდე, ხო, ვერ ივიწყებთ თითქოს და აი განთავისუფლდით რა შინაგანად, იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცა ძალამ თქვენ დაგაყენათ იმის წინაშე, რომ უნდა მოხდეს თქვენი შეცვლა, გარდაქმნა. ნახეთ, გარდაქმნა არის ადამიანის როგორი რაღაც ახლა გეტყვით. დავუშვათ ყველა ყავს დედა, მამა, იქეთ-აქეთ და ხო არის აი გარდაცვალება ხდება მის ოჯახის წევრების და დარჩა მარტო. გარდაქმნა ხდება უკვე ამ ადამიანის, იმიტომ რომ იძულებულია უკვე სამყარომ ძალამ რაღაცამ დააყენა იმის წინაშე, რომ თავის თავს უხელმძღვანელოს, უპატრონოს, ხო, გამოიკვებოს, ნუგეშიც მისცეს, ის დარდიც, ის ყველაფერი, ხო? აი ეს უკვე გარდაქმნა არის. ადამიანი, როდესაც თხოვდება დაუშვათ, ესეც გარდაქმნა არის, იმიტომ რომ უკვე ახალი ოჯახი, მისი ინსტინქტები სხვანაირად ყალიბდება, მით უმეტეს თუ ქალიშვილი იყო ადამიანი, მაგ დროს უკვე ყალიბდება ქალად, მოდი ასე ვთქვი, ქალური ინსტინქტები მაშინ იღვიძებს, კარგად რომ იცოდეთ ეს ვინც არ იცის და თუნდაც ის დედური ინსტინქტები ყველა ქალში ბავშვობიდან დევს, თუნდაც ის რომ აი თოჯინას რომ ეფერება და თოჯინები ეს უკვე დედური ინსტინქტებია, მაგრამ ბოლომდე არ არის ხო გახვიძებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც დაფეხმძიმდება ქალბატონი, მაგრამ შვილს გააჩენს, ბებია ხდება, რაღაცა უკვე გარდაქმნა, ხო, ის იმ ეტაპში ვეღარ დაბრუნდება. ახლა თუ ხართ დღეს თქვენ 20 წლის ხვალ 22, 24, 26 ევრით გადავინაცვლოთ ახლა სწრაფად, ხო? და მე 30 წლის, 20 წლის ვეღარ გახდებით, ხო? შეიძლება ვიზუალურად იშრომოთ და კი, იშრომოთ, რა თქმა უნდა, ვიზუალს შრომა სჭირდება, რომ 20 წლის ფიგურა ყველაფერი შეინარჩუნოთ, მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს, მაინც 30 წლის ხართ, ხო? ვერ დაიბრუნებთ, ესე რომ ვთქვათ. აი აქ ზუსტად არ არის მე ეს მაგალითებისთვის გითხარით, მაგრამ შეიძლება სულ სხვა რაღაცა იყოს, ადამიანები იყოს, ხო? როგორ არის, იცი, აი შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში ის მეგობრების, პარტნიორების, გარეშე, მეზობელიათ რაღაცა და მიდიან. ეს არის შემოდინება, რაღაცა დაამუშავე, ან ვერ დაამუშავე და მიდის, ხო? გაიარა ეტაპი. თუნდაც ეს იყოს, აქ აშკარად არის ის, რომ შეიძლება ვიღაცას პირადში კონდეს ეს დარდი და ნერვიულობა, ეხლა ქართული მენტალიტეტი, რა თქმა უნდა, არ თვალისწინებს მაგას, რომ გათხოვდები, всё. და ჯვარს დაიწერ. მეორედ რომ მოხვალ, თუ შემხვდები, მაშინაც ჯვარს დაწერილღა, ჩემს ესე რაღაცა, მაგრამ ესე იგი, ზოგადად მაინც სრულდება, მოდი ასე ვთქვათ, ის ჯვარდაწერილი თემებიც. გაიგეთ ეს. ამ შემთხვევაში ეს უნდა მიიღოთ როგორ რაღაცად, იცით, რაც არ უნდა იყოს გაკვეთილი იყო. აქ სხვათა შორის თქვენი განახლება, აი ზუსტად ეს მომენტია, ხო, ადამიანთან ავტომატურად გება რაღაცის მომენტი. აი თუნდაც ის არ გინდა ახლა ეჭიდავები დროს, მაგრამ ვერ всё მოვიდა შენ დაბადების დღე და შეიცვალა 20 წლის იყავი 21-ის ხარ. ნახეთ, შეიცვალა, ხო? ამას ვერ დაუდეკი წინ, აი დაუშვა და არ უნდა კი დაუჯახება, მაგრამ ხანდახან ხდება ის, რომ მაინც დაუჯახდება ადამიანი, ხო? ამას არ გინდა ეს დაუშვათ, მანდა მაინც ახლა ბევრი შვილები, მაგრამ ბევრს უჩდება და მე რაღაცას რომ ვერ უწევთ წინააღმდეგობას, ისეთი მომენტი არის აქ. აქ თუნდაც კაცო ადამიანები იყოს, არ გინდა ეს ადამიანი გაუშვა შენ ცხოვრებიდან, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგები, ხო, რაღაცა დროს ვერ ეწინააღმდეგები. აქ თქვენ ზუსტად ეს ძალა გაყენებთ იმის წინაშე, რომ გინდა თუ არა, всё, ეხლა უნდა გაიღვიძო, დაუშვათ, უნდა ადგე, ხო, გათენდა დილა. აი თუნდაც ამას ვერ შეეწინააღმდეგები, რაც არ უნდა შეცვალოთ დღის რეჟიმი თქვენ და ღამე დღეთ აქციოთ, დღე ღამეთ, მაინც ეს იქნება თქვენთან უბრალოდ დროებით მომენტში, მაგრამ დღე ყოველთვის დარჩება ღამე. გათენდა, всё, ვერ შეცვლი ამას ვერანაირად.
აი ისეთი მომენტი არის თქვენ რაღაცა ძალა უკვე აი ეს საჩუქარი არის სხვადასხვა რაც თქვენ წარმატებას მოგიტანთ ამ წუთში ვერიაზრებთ ან რაღაცას კიდე მიტირით ხო ეს გაქვთ დარდი გულში მაგრამ თავისუფლდებით ამ ყველაფრიდან აი მომენტალურად თავისუფლდებით ყველაფერი მიდის ესე რომ თქვა წარსულში ჩაბარდა და სხვადასხვა ისეთი ძალიან კარგი წარმატება დამიფიქსირდა მე აქ ისე მიყვარს მე ეს რამდენი ყველას აქვს მე ასე ვფიქრობ ეზოთერიკოს ნუ ტაროლოგს თავისი საყვარელი არკანი და მეც რა თქმა უნდა მაქვს რამდენიმე არკანი ჩემი ძალიან საყვარელი ესე რომ ვთქვა და ეს რამდენიმე არკანი რო დაფიქსირდება ეს არის ნახაც სრული ნეტარება ესე რომ ვთქვა გაშლებში როცა მიფიქსირდება ან თუნდაც პირად გაშლებში იყოს ნახეთ თქვენი მოლოდინი რასაც აი მოლოდინი მაინც ასრულდება აი ქვეცნობიერად მაინც გაქვთ ინსტინქტში რაღაც მაინც ხო მთლად ბოლომდე იმედი არ არის აქ გადაწურული ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობები ძალიან ბევრი შესაძლებლობები გაჩნდება როგორ არის სწორ გზაზე დგახართ და აქ არის რაღაც თქვენ თვითონ მისცემთ საკუთარ თავს შთაგონებას აქ მე ვერ გეტყვით რომ ვინმე იმაშვება გაძლევთ ამ შთაგონებას არა ზოგჯერ არის ადამიანები რომ არ ეძლევათ ეს კომფორტი ცხოვრებაში რომ ვიღაცას დაეყრდნონ ან თუნდაც ვიღაცამ გამოკვებოს ვიღაცამ იზრუნოს ვიღაცამ მოიკითხოს ვიღაცამ შთააგონოს ვიღაცამ იმედი მისცეს არ ეძლევათ ეს რაღაცნაირად ხდება ესე ადამიანებში აი თვითონ აქვს ეს ყველაფერი დასამუშავებელი ეთყობა წინა ცხოვრებაში ან ესეთი ხალხი პრინცესები იყვნენ ან მეფეები ვინც ესეთები ხართ ჩემო კარგებო იმიტომ რომ ძალიან დიდ მზრუნველობაში იყავით ეთყობა და ეხლა პირიქით თქვენ გაქვთ დასამუშავებელი და თქვენ უნდა იზრუნოთ ესე რომ ვთქვათ ყველაფერზე ამ შემთხვევაში როგორ არის იცი ამის იმედიც რომ გაიჩინოს არიან ესეთი კატეგორიის ადამიანები როგორი რაღაც იცი აი ვიღაცას დაიყრიქნებ რაღაც იყოს იქნებ მომეხმაროს იქნებ გვერდით დამიდგეს ხო ყველას ქონია მოდი ცხოვრებისეული სისუსტე მაინც ისეთი რომ რაღაც კრიზისი ცხოვრებაში და შეიძლება ამ დროს ვიღაც გამოჩნდა აქტიურა მოგეფერა რაღაცა გითხრა და უკვე იმედი გიჩნდება იქნებ დამეხმაროს რაღაცა მანდა მაინც ფინანსურს არ გულისხმობ მაგრამ ბევრ ადამიანთან სამწუხაროდ ეს პრობლემაც არის თუნდაც ფინანსური თუნდაც საკვები თუნდაც რაღაცა და მერე გამოდის რომ პირიქით ადამიანი ხდება იმედგაცრუებული არც არაფერს ეხმარება და ნახეთ პირიქით ასე რომ ვთქვათ მარტო იმედგაცრუებული არა გულნატკენი და ასე ვთქვათ ძალიან დასტრესილიც ხო იმიტომ რომ ეს მოლოდინები არ უმართლებს აი აქ მე ასე გეტყოდი თქვენ ვინმეს არ უნდა დაეყრდნოთ რატომ გეუნებით ეს უკვე არის ცხოვრებულცეული პატარა სისუსტე მე ასე გეტყოდით როდესაც ხო ხდება ხანდახან შეიძლება მოხდეს ხო მაგრამ როდესაც ამაში ამჩნევთ რომ ერთხელ ვიღაცამ არ გაგიმართლათ მეორეჯერ ვიღაცამ არ გაგიმართლათ ეს უკვე თქვენ სამყარო რაღაც ძალა გეუბნებათ რომ არავის არ დაეყრდნოს საკუთარ თავში იპოვე შესაძლებლობები შენ გააქვს ეს რესურსი იმაზე მეტი ვიდრე ფიქრო ვიდრე წარმოგიდგენია ვიდრე იდეაში გაქვს მარტო შენ კი არა დაჟე სხვებსაც უკაცრავად დაჟესი ну სხვებსაც ხო აი ზუსტად აი ეს მომენტი არის თქვენ მარტო იპოვით ამ ყველაფერს მარტო შეძლებთ და მე აქ რჩევის სახით ამას გეტყოდით რომ ნურცნურავის დაეყრდნობით თვითონ მოახერხებთ ამ ნებისმიერ საკითხიდან გამოსვლას ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ მანდამაინც არ ყავთ კაცო ვიღაცას მართლა არ ყავს გვერდით არავინ ვიცი რომ ბევრი მყავთ ესეთები მაგრამ არიან ადამიანები ყველა ყავს მაგრამ მაინც მარტო იბრძვის ნახეთ მაინც ერგო ეს ბედად და ხვედრად რომ მარტო უნდა გააკეთოს მარტო უნდა პირიქით თუ ეწინააღმდეგებიან და ხელს უშლიან თორე გვერდით ხო ან ისეთ სიტყვას ეტყვიან დააბრკოლებენ ან რაღაც დასტრესავენ მოკლედ ესე რომ ვთქვა ან გონებას აურევენ და ასე შემდეგ აი აქ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ყავთ თუ არ ყავთ თქვენ უკვე მიხვდით მე რას გეუბნებით თქვენ უკვე ეს გაიაზრეთ ამიტომ თქვენ თვითონ იპოვეთ აქ ზუსტად ეს იმედი გააქვთ უბრალოდ უნდა იცოდეთ რომ აი სწორ გზაზე ხართ ნამდვილად შთაგონება თუნდაც მაგრამ აქ ელოდეც ასწავლებს აი
ესეთი ბოლო სიტყვა მექნება, ბოლო აკორდიო რომ იტყვიან დაასვამი და უნდა დაასრულო, თითქოს თუნდაც არ მინდა დასრულება, მაგრამ იმ ნაყოფიერება, ეს იმხელა ნაყოფიერება, ისეთი წარმატება არის აქ, გააზრება ამ წუთში თქვენ მართლა გიჭირთ, მართლა ვერ დაიჯერებთ, უბრალოდ ადამიანმა რო გითხრათ ეხლა ხვალ თქვენ იცი ლატარიის ბილეთს იყიდი და მილიონს მოიგებო, გაგეცინებათ, გაგიყავთ, ნახევარ დაიწყებთ რაღაცა ესეთ საუბარს, ხო? ან ღლიჩინი სიტყვაზე, ნუ კარგი გაგებით ეხლა კაცო, ხო? მაგრამ რაღაც გექნებათ ისეთი აჟიტირებული მომენტი, ანუ შეიძლება პირიქით იყოს ვინ მომცა, მაგრამ აი დაუჯერებელი არის, ხო? ეხლა გითხრას ადამიანმა, ხვალ შენ მოიგებ ლატარიაში $1,000,000 და მილიონერი ხტები მომენტალურად. ელემენტარული არის ეხლა $1,000,000 რო რაღაციდან გაჩნევსიო, რავი ეხლა მილიონზე მეტი ვის გექნებათ აქ ვალი, ყველანაირ პრობლემას მოაწესრიგებთ, ბინაც გეკნებათ, სახლს გეკნებათ, კომფორტიც გეკნებათ, უცებ ყველაფერს და სულსაც, აი როგორ სიხარულს რო წარმოიდგინეთ როგორ სიგრძნობთ ეხლა ნაყოფიერებაში გადადიხართ, მაგრამ ამის დაჯერება ძალიან რთული არის, ხო? აი ის იგივე მომენტია მე აქ რასაც გეუბნებთ ეხლა თქვენ იმას, რასაც ვამბობ, თითქოს დაუჯერებელი არის, მაგრამ აქ აშკარად ნახეთ როგორ არის, მეც თავიდან დავიწყე რაღაცა ისე გაშლა და ენერგია იმხელა წამოვიდა უკვე აქედან, რავი, ქაქანე, ესე მგონია ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, რამდენად იგრძნობა, მაგრამ აქედან წამოვიდა ეს ენერგია, თორემ მე ამ ენერგიით არ დამიწყია გაშლა. გამიგეთ რისი თქმა მინდა. მერე მოვიხოდი. ასე იქნება ზუსტად თქვენთანაც იმხელა ნაყოფიერება და იმხელა წარმატება შემოვა მომენტალურად. ეს იქნება სამყაროს საჩუქარი. რატომ ეხლა? იმიტომ რომ დაიმსახურეთ, ესე გამოვიდა აქ კარმულოგის მომენტიც აქვს, შეიძლება გავლილი უკვე დახურეთ ან გამოცდა რაღაცა გაიარდო, როგორ გადალახოთ გარკვეულ ეტაპს. რა არის გარკვეული ეტაპი? კრიზისი ვიღაცამ გაგაბრაზა დაუშვათ, როგორ მოიქეცი, ვიღაცამ გაწყენინა, როგორ მოიქეცი, გაჭირებაში ჩავარდი, როგორ მოიქეცი, ესენი არის ყველაფერი გამოცდები, როგორ ჩააბარებ, თუ ამას ყველაფერს ადამიანი დადებითად და როგორც საჭირო, ანუ გადალახავს, უკვე მერი არის მას რომ ეძლევა რომ იცოდეთ სამყაროდან საჩუქრები და ზუსტად ეს საჩუქარი არის, თქვენ ეს დაიმსახურეთ უკვე, გამიგეთ? ბევრს გონია სხვადასხვა აქ უნდა ჩავაკვე, ხო? როგორი რაღაც რომ ეხლა თუნდაც მე რო ამ საქმეში ვარ და თუ გავბრაზდება ეზოთერიკოს, ეხლა სხვებზე მე არ ვიცი, მაგრამ ზოგადად გეტყვით ერთ რაღაცას. აუცილებელი არის ეზოთერიკოსთან ბალანსი. თუ გაბრაზდება ან რაღაც ისე, კი ეხლა სიტყვები შეიძლება დახარჯო და მეც დამიხარჯავს სიტყვები. ჩემ გიჩვენს ეს, მაგრამ როგორ არის, იცით? ესეც ერთგვარი გამოცდა არის თუნდაც ჩვენი და რატომღაც ესე გონიათ ბევრს რომ არიქა ან ჯადუების კეთებას დავიწყებ მე თუნდაც ან რაღაცეების არა გენაცვალეთ მე ჯადოს სხვისთვის ვარ ვაკეთებ არც მე არ ვუკეთებ ანუ შეკვეთას თუ არ უღებულობ არც ესე კი საერთოდ არ ვაკეთებ ხო ამას ნიშნავს ახლა თუ კი ჯადოს ზოგადად ვაკეთებ რატო ფულს გავაკეთებ მაშინ გავაკეთებ ამ ჯადოს და შეკვეთებში გავუშვებ ხო ნახეთ პირიქით მე სულ დაბალანსებისკენ მოგიწოდებთ სულ პოზიტიურისკენ მოგიწოდებთ ისე გადალახოთ ეს ეტაპი რომ თქვენ კი არ დაზარალდეთ იმიტომ რომ რაც არ უნდა დაცვები დაიყენოთ მაინც ადამიანი რაღა ზარალდება ზოგადად და მე ნეგატივის გაწმენდაზე ვმუშაობ მithumedes და ეს შეგრძნებები უნდა მოიშოროთ ხალხო ესე არ არის პირიქით მაგ დროს ეს არის დამაფიქრებელი მე ასე გეტყვით ამ წყები ეზოთერიკოსებიც მისმენთ ბევრი და ბევრი პროფესიონალებიც ხართ და შეგიძლიათ კიდევ გადახარშოთ თუ არ დაფიქრებულ ხართ ამ თემაზე და ბევრმა გაითვალისწინოთ ხო პირიქით ეს არის ის მომენტი რომ ამ დროს უნდა მოუხმოთ ძალებს ემოციას არ აყვეთ აი ემოციურად არა პირიქით დაბალანსებული ენერგიებით უნდა მიუყვეთ საქმეს და იცი რა ახლა ეზოთერიკოს თუ ხარ ამ საქმეში თუ ხარ მაგარო თუ ხარ ის ხო წესებს კიდე მიყვებით და დაბალანსებული ხარ სამყარო ისე გემრიელად გამოარტყამს ცხვირში და პანჩურსაც აღარ ვიტყვი ახლა სად მაგრამ მიხვდებით
ისე გემრიელად გაუმასპინძლდება ჩემო კარგებო, რომ თქვენ საერთოდ ვერც მოიფიქრებთ. ხო და მე ჯადო კი არ გაუკეთა და ამ ადამიანმა დაიმსახურა და იმიტომ არის წარმატებული, იმიტომ მიაღწია რაღაცას, იმიტომ საჩუქარმა ეგი სამყარომ ღმერთმა, ძალებმა, მისმა მფარველებმა უსაჩუქრა, უწყალობა. ვერ გავიგე ახლა ადამიანი ყველანაირად ის ხوار იქნება, რა ქვია, დაცამტვარებული განადგურებული. რაღაცა ხო უნდა იყოს ადამიანთან. ნახეთ, რაღაცა ხო უნდა იყოს. ხო და აი ეს მომენტია და თუ ვინმეს დავუშვათ პრობლემები გააქვთ თქვენ, ეს იმას კი არ ნიშნავს ყოველთვის. ხო, რაღაცა ესე იგი ვერ გადალახეთ, ვერ მოაგვარეთ, მოდი ასე რომ ვთქვათ, სამყაროსთან, თქვენს ეგრეგორთან, ვერ დაბალანსდით, იმიტომ არის ეს პრობლემები, მაგრამ აქ ზუსტად თქვენ რაღაც გამოცდა უკვე გაიარეთ, ჩააბარეთ, გადალახეთ და ზუსტად ეს ელოდე ახლა შენ ამ სასწაულს, ახლოს ხარ მიზანთან. აი ეს ხვავი, ეს წარმატება ზუსტად იმიტომ მოდის. კიდე რაც გვეტყოდი აქ. სწრაფი ცვლილება, კი ესა კარმული. ეს არის კარმული. ზუსტად როგორც თქვი, ნახეთ, თქვენ გადალახეთ ზუსტად რაღაც ანუ всё დასრულდა რა, ახლა რამდენი ხანი უნდა იყოს სიტყვაზე, ხო? იცით რა არის, ხანდახან არის ის მომენტიც, რომ ადამიანი იმდენად შეწუხდება თავისი საქციელით, ესეც გარკვეული დრო რომ აი ამას დარდობს, ან მასში არის, რა ქვია, განცდებში, ხო, ეხლა, ნუ აფირისტულსაც ვერ მოატყუებ ვერავის ხვდებიან, მოდი ასე ვთქვათ, მაღალი ძალები, მაგრამ ამას რომ განცდის ადამიანი, როგორი მომენტია, იცით, ხშირად არის, რომ კი ესეც ითვლება გამოსასყიდში, თუნდაც ესე იყოს, ხო? ამიტომ გაითვალისწინეთ ესეც. აქ რა შეეხება, იცით რა არის? ვიღაცას სიმართლე თუ სიმართლის დამტკიცება თუ რამეში გჭირდებათ, დამტკიცებთ თქვენ სიმართლეს. და ბოლო რა იქნება? ხო, იგივე უნდა ვილაპარაკო, ახლა გამოდის იგივე არკანები ამოვიდა. ეტყობა ეს არის ყველაზე დიდი მთავარი საჩუქარი აქ და ზუსტად ამით უნდა იხელმძღვანელოთ. კიდევ მოისმინეთ ეს გაშლა, კიდევ ბევრ რაღაცებს აღმოაჩენთ, მე ასე გეტყოდით, ძალიან დიდი ელოდეც ასწავლებს, აი ეს საჩუქარი მოდის, ნაყოფიერება და სრული გარდაქმნა და ცვლილება. ის რაც ძალიან გულს გტკენდათ და პრობლემა იყო, ჩათვალეთ რომ უკვე წარსულში დარჩა ეს ყველაფერი. მე გისურვებ წარმატებებს და გემშვიდობებით დრაფით. აი ესე ნახეთ, ასე მხიარულად და გემშვიდობებით.